კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეს არის კურიერი 3 საათზე. ქართული ოცნება ევროკომისიის მიერ კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშზე ხმიანება სახელმწიფო პარტიაში აცხადება, რომ საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირს ორმაგი სტანდარტი აქვს. კერძოდ, ერთი მხრივ ოფიციალურ განცხადებებში საუბარია საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე, თუმცა გამოქვეყნებული ანგარიში აჩვენებს წინსვლას, რასაც ქვეყანა მოქმედი ხელისუფლების პირობებში მიაღწია. ევროკომისიამ კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში ძლიერი ინსტიტუტების ინდექსი გამოაქვეყნა საქართველოს შეფასების 100%-იანი სისტემით ისტორიული მაქსიმუმი 73% მიიღო და მსოფლიოში 34 ადგილზე გავიდა. ლიდერობის და შორსმჭვრეტელობის ინდექსში კი ხელისუფლებამ 52% მიიღო და მსოფლიოში 32 ადგილი დაიკავა, ევროპის კონტინენტზე საქართველო მე-17 პოზიციაზეა. კიდევ ერთი ინდექსით მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკის მიმართულებით საქართველოს მსოფლიოში 30 ადგილზე გავიდა. ქვეყანამ შეფასების 100%-იანი სისტემით ასევე ისტორიული მაქსიმუმი 63.2% მიიღო. კეთილსაიმედო კანონმდებლობის და პოლიტიკის ინდექსით საქართველოს ხელისუფლებამ 70% მიიღო, მსოფლიოში 26 ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო 20-ში მე-18 პოზიცია დაიკავა. შედაპარლამენტიშვილი გაგაცნობთ ევროკომისიის კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშზე პოლიტიკურ გამოხმაურებას. კვლევას, რომელსაც ჩენდლერის ინსტიტუტი ევროკომისიის დაკვეთით ატარებს, აჩვენა, რომ საქართველოში როგორც საკანონმდებლო ბაზის, ისე ინსტიტუტების, ასე ვთქვათ, მედეგობის კუთხით საკმაოდ პოზიტიური სიტუაციაა და საქართველო უსწრებს ამ ინდექსებით ევროკავშირის კანდიდატობის სურველ. ყველა ქვეყანას ამავდროულად არსებობს ინდექსები, მათ შორის საკანონმდებლო ბაზის კუთხით, ასევე მიმზიდველობის კუთხით, საინვესტიციო და ფინანსების ჩადების თვალსაზრისით, სადაც საქართველო არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის მოქმედ წევრებსა და ნატოს მოქმედ წევრებსაც უსწრებს. ყველა ის კომპონენტი, რომელიც ამ კვლევით არის გამოკვლეული, აჩვენებს იმას, რომ ინდექსები, რომელიც დგება ყოველწლიურად და ეს არის მაღალი სანდოობის ინდექსები, თავად ევროკომისიის დაკვეთით, ადასტურებს საქართველოში ინსტიტუციური მმართველობის გამართულობას და იმას, რომ ქვეყანა ყოველწლიურად, როგორც საკანონმდებლო, ისე ფინანსური და ასე ვთქვათ, საინვესტიციო თვალსაზრისით მზად არის ევროინტეგრაციისთვის. ამაზე ისაუბრა დღეს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ ობიექტური მაჩვენებლები და მდგენელები ადასტურებს იმას, რომ კრიტიკა საქართველოს წინააღმდეგ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული პერსონალური ინტერესებიდან გამომდინარე და ის არ ასახავს რეალობას, რადგან ყველა ობიექტური მდგენელი ადასტურებს, რომ საქართველო ყოველწლიურად ვითარდება როგორც მთავრობის კეთილსინდისიერების, ისე საკანონმდებლო თვალსაზრისით და მზად არის ყველაზე მეტად მათ შორის კანდიდატებს შორის, რომ გახდეს ევროგაერთიანების წევრი. ევროკომისიამ, რომლის პრეზიდენტიც გახლავთ საქართველოს მიმართ მწვავე კრიტიკით გამორჩეული და უსამართლო კრიტიკით გამორჩეული ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინდექსი გამოაქვეყნა. მათ შორის კეთილსაიმედო კანონმდებლობის და პოლიტიკის, ლიდერობისა და შორსმჭრეტელობის, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების და მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკის ინდექსები. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ჩენდლერის მმართველობის ინსტიტუტის მიერ არის მომზადებული და გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისო აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და მონაცემებს, ანუ ობიექტურ კრიტერიუმებს და ფაქტობრივ მონაცემებს ეხდნობა. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ თითოეული ამ ინდექსის მიხედვით საქართველოს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით წარმატება აქვს და მეტიც, ზოგიერთი მიმართულებით ისტორიული მნიშვნელობის პროგრესიც დავაფიქსირეთ. ეს წარმატება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და დასაფასებელიც არის იმ ფონზე, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა და ქვეყანამ ამ წარმატებას ევრობიუროკრატიის აბსურდული ბრალდებების და კრიზისის ფონზე მიაღწია, ასევე თქვენ კარგად გახსოვთ შიდა ტურბულენტობები, ასე რბილად დავარქვათ, აქედან რაც იყო გამოწვეული. ამას გარდა, აღნიშნული კვლევის შედეგები შავით თეთრზე ამტკიცებს იმას, რაზეც უკვე კარგახანია ღიად ვსაუბრობთ, რომ საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის სამწუხაროდ აქვს ორმაგი სტანდარტი. ერთი მხრივ deep state-ის მიერ მართული ევრობიუროკრატია, მათ შორის მათი ადგილობრივი წარმომადგენლები საქართველოში
დემოკრატიის უკუსვაზე და ლამის ქვეყნის დაქცევაზე საუბრობენ და ყველაფერს აკეთებენ მმართველი პოლიტიკური გუნდის დისკრედიტაციისთვის და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეწყვეტისათვის, მეორე მხრივ კი მყარ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ევროკომისიის დაკვეთით მომზადებული კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშში თვალსაჩინოდ ჩანს ის წინსვლა, რასაც საქართველოს ქართული ოცნების ხელისუფლებაში და ხელისუფლების პირობებში მიაღწია. სადაც ობიექტურ მონაცემებზე და კრიტერიუმებზე დაყრდნობით მსჯელობენ უწევთ აღიარება, რომ საქართველოს მოწინავეა მთელს რეგიონში და მისი პროგრესი როგორც დემოკრატიული, ისე ეკონომიკური მიმართულებითაც შთამბეჭდავია. ჩვენ სწორედ ასე მომავალში საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებით ვიმოქმედებთ. მიუხედავად იმისა, რომ კარგი მთავრობის ინდექსს ჩენდლერის ინსტიტუტი ადგენს მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა, ასე ვთქვათ, ავტორიტეტული ორგანიზაციების ინდიკატორების მიხედვით, ქართული ოცნების წევრებს არ აქვთ იმის მოლოდინი, რომ ობიექტურად მოხდება ამ კვლევის შედეგების გათვალისწინება, ეგრეთ წოდებული ევრობიუროკრატების მხრიდან, რადგან მამუკა მდინარაძემ დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ წლების განმავლობაში არაერთხელ იხილა ქართულმა საზოგადოებამ რეალურად რა მიზნები მოქმედებენ ევრობიუროკრატები და როგორ ხდება მათ შორის საქართველოს, ასე ვთქვათ, მიმართ ორმაგი სტანდარტის გამოყენება, მათ შორის ეს მოხდა მაშინაც, როდესაც ჯერ კიდევ 2 წლის წინ არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და დაგვიანებით მიიღო ქვეყანამ ეს სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ ყველა კომპონენტში საქართველო მაშინ, ასე ვთქვათ, ასპირანტ ქვეყნებს უსწრებდა და დღესაც მდგომარეობა ანალოგიურია ქართულ ოცნებაში. მიიჩნევენ, რომ მხოლოდ პოლიტიკური ნება და ევრობიუროკრატების, ასე ვთქვათ, კორპორატიული მიზნებია წინაღობა, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის დგას, რეალურად კი ის ინდიკატორები, რომელსაც თავად ევროკომისიის დაკვეთით ადგენენ, აჩვენებს, რომ საქართველო ევროკავშირის როგორც წევრობის მსურველების, ისე წევრებს შორის ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იჭერს. ყველაფერი იცის, მაგრამ თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. საქართველო ჭირდება ვიღაცას პაიკად. და უფრო პატარა საქართველოს 10 ჯერ სამწუხაროდ იმ ქვეყანაზე, რომელიც წარმატებით საქართველოსგან განსხვავებით პაიკად გამოიყენეს. გუშინ წინდელი შეხვედრიდანაც ეს კარგად ჩანდა, ხო? ჩვენ ვხედავთ გლობალურ ინტერესებს, ჩვენ ვხედავთ ასევე Deep State და მის მიერ მართულ აგენტურას და მათ ინტერესებს. საქართველოში არიან ადამიანები და პოლიტიკოსები, ვინც ფიქრობენ ეროვნულ ინტერესებზე და ჩვენ ამას ვაკეთებთ საქართველოს ჩვენი სამშობლოს ინტერესებიდან და ქართული ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ სამწუხაროდ აღმოჩნდა რამდენიმე ათეული ადამიანი, პოლიტიკოსებად წოდებულები, აგენტურა, თავის სახით რომ დავარქვათ კიდევ ერთხელ, რომლებმაც თავად ძალიან კარგად იციან, რა ხდება სინამდვილეში, მაგრამ ემსახურებიან სხვათა ინტერესებს და არა საკუთარი ხალხისა და საკუთარი სამშობლოს ინტერესებს. თუნდაც გონია რომ ვიღაცამ რამე არ იცის, არ იცოდეს, შეიძლება რიგითმა ამომრჩეველმა დეტალები ჯეროდეს მისი საყვარელი პოლიტიკოსის, რომელიც სინამდვილეში აგენტია და აჯერებს თავის ამომრჩეველს იმ სიცრუეში, რა სიცრუისაც თავად არ ჯერა. თქვენ გონიათ რომელიმე ჩვენი რადიკალურ პარტიებს ვეძახით აგენტურას, აქედან რომელიმე არ იცის სიმართლე, რასაც ლაპარაკობენ იმის ჯერათ და გონიათ რომ ისინი არიან ეროვნულები და ისინი ემსახურებიან საკუთარ სამშობლოს და ხალხს, შვენივრად იციან ვისაც და რასაც ემსახურებიან თქვენზე და ჩემზე კარგად. უბრალოდ ისინი ემსახურებიან ზედმეტნაკლები წარმატებით თავიანთ პატრონებს და ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის და ჩვენი სამშობლოს მსახურებას, განსხვავება ეს მარტივი, ძალიან პრიმიტიულიც კი განსხვავება და როგორც კი ობიექტურად ვიღაცას მოუწევს რაღაც ქულით, ინდექსით, კრიტერიუმით შეაფასოს იმ წუთასვე ნათელი ხდება რომ ამ ქულათა სისტემაში საქართველოს არის მოწინავე, როგორც კი ეს პოლიტიკური ინტერესი ჩნდება და მათ შორის ის ინტერესო შიდა ტურბულენტობა გამოიწვიონ და რაღაც საზრდო მიცენ თავიანთ აგენტურას, იმ წუთას საქართველოს უკანასკნელია ხოლმე მათი გადმოსახედიდან, თუმცა ეს გადმოსახედი არ არის ერთმანეთი მესიჯ ბოქსია. კარგი მთავრობის ინდექსი ევროკომისიის დაკვეთით ყოველწლიურად ქვეყნდება 2025 წლის მონაცემებით საქართველოს ევროკავშირის და ევროპის მასშტაბით საუკეთესო 20-ია, საკმაოდ წამყვანი ადგილი უჭირავს საქართველოს მსოფლიოს მასშტაბითაც. შეტა პალამანდიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.
Prime Time-ის ექსკლუზიური ინფორმაციით ლიეტოვაში დიდი ბრიტანეთი ქართულ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს. სააგენტო წერს, რომ დიდი ბრიტანეთი ბალტიის ქვეყნებში ტრენინგებს ატარებს ხელისუფლების ოპონენტებისთვის, მონაწილეთა მომზადება კი ორგანიზაციების ბრიტანულ-ქართული საზოგადოების და სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მეშვეობით მიმდინარეობს. სააგენტოს ინფორმაციით ვილნიუსში აქტივისტებს ასწავლიან საპროტესტო აქციების ტაქტიკა, სამართალდამცველების პროვოცირებას და საინფორმაციო კამპანიების მართვას. კეთი ზანთარიაია გაგაცნობთ დეტალებს და პოლიტიკურ შეფასებებს. საქართველოში არეულობის და ხელისუფლების ცვლილების მცდელობა ასეთი არის საპარლამენტო უმრავლესობის შეფასება ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მოიპოვა Prime Time-მა მამუკამ დინარაძის განცხადებით. ახლა ისინი ხედავენ პროცესებს და არ უკვირთ პრინციპში ის დამოკიდებულება, რომელსაც იჩენენ საქართველოს მისივე თქმით მეგობარი ქვეყნები, საუბარი არის ბრიტანეთზე და ლიეტუვაზე და მამუკამ დინარაძის განცხადებით ახლა არის მცდელობა და მორიგ ნაბიჯებს ხედავენ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში დესტაბილიზაციისთვის ამ კონკრეტულმა სახელმწიფოებმა ისევ საქართველოს გვერდის ავლით უკვე განახორციელონ ის გეგმა, რომელზეც თქვენ უკვე ისაუბრეთ. მიზანი ზუსტად იგივეა, საქართველოში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების შეცვლა, უბრალოდ საქართველოში თანხების შემოდინების ამ მიზნით თანხების შემოდინების აკრძალვის შემდეგ, უпростоრად ეს აკრძალვა არ იყო, ეს იყო ლუსტრაცია და ამით აიკრძალეს, საკუთარ თავს აუკრძალეს ფულის შემოტანა საქართველოში, იმიტომ რომ ჩვენ აკრძალვა ხო არ გაგვიკეთებია. ჩვენ უბრალოდ მოვითხოვეთ კანონის შესაბამისად გამჭვირვალე ყოფილიყო ყველანაირი დაფინანსება. ამით მოხდა აკრძალვა, თვით აკრძალვა გაიკეთეს, რომ მათ არ უნდათ გაიშიფრონ რისთვის იხარჯება საქართველოში ფული. და ურჩევნიათ მაგალითად პირად ანგარიშზე ურიცხონ რაღაც მონაცემები არსებობს და მას შემთხვევით არ ვამბობ. ურჩევნიათ რომ სხვადასხვა გზებით შემოიტანონ თანხები, მაგრამ ეს არ არის იმ რაოდენობით ათეულობით მილიონი დოლარი, მაგალითად ახალგაზრდების რეკრუტირების მიმართულებით რომ იხარჯებოდა და ამიტომ ურჩევნიათ სხვა ქვეყნებში მიავლინონ ეს დაფინანსება, ტრენერები და ასე მოახდინონ მცდელობა საქართველოში მორიგი საქართველოში ხელისუფლების ცვლილებისა. რაც წარუმატებელი იქნება გარანტირებულად, იმიტომ რომ აქვე ატრენინგებდნენ და იმით ვერაფერი იქნეს და ეხლა სადღაც წაიყვან და წამოიყვანენ რამდენიმე ათეულ ადამიანს, ამით ქართველებს ნამდვილად შიში არ გაუჩნდებათ მათი ნების საწინააღმდეგო მოქმედებების დომინაციის. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოზიციას იზიარებენ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები, ქართული ოცნების წარმომადგენლები დღეს აქცენტს აკეთებდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში თუ ევროპულ სახელმწიფოების ნაწილს აქვს სურვილი, რომ საქართველოში ვითარება დაიძაბოს და პროცესები რევოლუციური სცენარით განვითარდეს, ეს გეგმა თავიდანვე განწირული იქნება და ამბობენ, რომ ამას შედეგი ვერ ექნება, ვინაიდან მათივე შეფასებით ამის წინა ამდეგ მუშაობს შესაბამისი სამსახურები და ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები. რაც შეეხება ოპოზიციას, ხელისუფლების ოპონენტები გამორიცხავენ, რომ რომელიმე დასავლური სახელმწიფო საქართველოში დაინტერესებული იყოს პროცესების დაძაბვით. ჩვენი პარტია მხოლოდ მშვიდობიანი მოქმედებების მომხრეა, არანაირი რევოლუციური სცენარი და რადიკალური სცენარები არ იქნება ჩვენს მხრიდან მხარდაჭერილი და რაც შეეხება ჩვენი პარტნიორების მხრიდან განხორციელებულ, ვთქვათ, საგანმანათლებლო პროექტებს თუ ასეთები ხორციელდება, ემსახურებოდა მხოლოდ ერთ მიზანს, საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას, არანაირი რადიკალური და რევოლუციური ზადებების ხელშეწყობა ჩვენი პარტნიორების მხრიდან არ ხდება. ამ უსამშობლოების პატრონები აფინანსებენ უკვე უცხო ქვეყანაში ჩვენს ახალგაზრდებს, რომ მორიგჯერ გააყოფინონ თავი დანაშაულში, მორიგჯერ შეცდომაში შეიყვანონ და ეს ახალგაზრდები გამოყენებულნი იყვნენ თავიანთი ამ უსამშობლოების ინტერესებისთვის, რომ ქაოსი და არეულობა დათესონ. ისევ ამ ქუჩის აქციებით, ისევ შტურმისთვის პარლამენტზე, სახელმწიფო უწყებებზე, ისე პოლიციასთან შეტაკებისთვის ამზადებენ ამ ახალგაზრდებს. ამ საფარ ქვეშ ისინი ამზადებენ ისევ და ისევ მოძალადეებს, ისე და ისევ ახალგაზრდებს, რომელთაც ესე იგი თავი უნდა შეუშვირონ ცეცხლით, מחვილით, მოლოტოვის კოქტეილები არ გამოურიცხავ.
და ნუ გამოაყენებინებთ თავს, დაიცავით თქვენი შვილები. გამორიცხული აქ რევოლუცია არ გახორციელდება. ამის საფუძველი არ არსებობს. მაგრამ უტიფრად მაინც აი ამ უსამშობლოების პატრონები იყენებენ თქვენ ახალგაზრდებს, თქვენ შვილებს, მომავალ თაობას რომ გააბრიყონ და შემდეგ ძალადობისკენ უბიძგონ. Prime Time-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ჩვენ რა თქმა უნდა გვქონდა მცდელობა რომ მიგვეღო პასუხი შესაბამისი ადრესატების მხრიდან წერილობით მივმართეთ როგორც ბრიტანეთის საელჩოს ასევე ლიეტუვის წარმომადგენლობას და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს რომლებიც დასახელებული არიან Prime Time-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში თუმცა ამ დრომდე არც ერთ მათგანს ჩვენთვის პასუხი არ დაუბრუნებია. კეთი ზანთარაია საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ორმაგ სტანდარტს უწოდებს ქართული ოცნება IDFI-ის ხელმძღვანელის გიორგი კლდიაშვილის ბიზნეს საქმიანობას მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არასამთავრობო ორგანიზაცია ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს ბიზნესი აქვს გიორგი როჩიკაშვილსა და დავით სპარსიაშვილთან, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობის პასპორტიც აქვთ. გიორგი კლდიაშვილი შპს ქვევრების დაფუძნებელია, რომელსაც მიღებული აქვს აწარმოა საქართველოს ფარგლებში სახელმწიფოსგან შეღავათიანი სასხები და ფინანსური რესურსი, რომელიც წლების მიხედვით 5 მილიონ ლარს აჭარბებს. სწორედ მისი ბიზნეს პარტნიორები და სახელმწიფოსგან მიღებული რესურსი გახდა პოლიტიკური შეფასებების თემა. კურიერმა გიორგი კლდიაშვილთან დაკავშირებას სცადა, IDFI-ში აცხადებენ, რომ ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ქვეყანაში არ იმყოფება. თუ საჭირო ჩათვლას გიპასუხებ, თუ საჭირო და არ ჩათვლას არ გიპასუხებ. ჯერ ერთი რუსეთის მოქალაქეები არ არიან, ორმაგი მოქალაქეები არიან. განსაკუთრებული გაკვირვება გამოიწვია ჩემში, რომ გითხრათ მოგატყუეთ, იმიტომ რომ საქართველოში ყავს მაგალითად პოლიტიკოსი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პროდასავლელია, რომ მკითხო და ლეგენდით, აგენტურული ლეგენდით იღებს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან მილიონობით რუბლს. ეხლა ამის ფონზე ეს აღარ გაგვიკვირდება, რა თქმა უნდა, თუმცა ასევე ყავს რამდენიმე ათეული ადამიანი ამ ქვეყანაში, რომელიც მაგალითად დარბოდა არარუსულ კანონს ამ სლოგანის სახილით და რუსეთში ჰქონდათ შემოსავალი დიდძალი და ეს საერთოდ არ აწუხებდათ. ეს ჩვეულებრივი ამბავი გახდა სამწუხაროდ, მაგრამ ორმაგ სტანდარტზე, როგორც მინიმუმ და ყველაზე რბილად რომ თქვათ, მიუთითებს. მდგომარეობაშია როგორც ქალბატონი ელენე ხოშდარია, რომ ვიცით რომ ეს ადამიანი პირდაპირ კრემლიდან მიღებული დაფინანსებით და რუბლებით საკუთარი კეთილდღეობის მოსწყობას ცდილობს. ეს არის მათი ურმაგი სახე, ეს არის მათი ურმაგი სტანდარტები, როდესაც თანხებს ეხება და როდესაც საკუთარი ჩიპის გასკელებას ეხება საქმე, ისინი ძალიან კარგად არიან მოწადინებულები, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან სხვადასხვა პირებთან ჰქონდეთ ურთიერთობა ამავდროულად ისევ და ისევ ხალხის მოსატყუება და ისევ და ისევ როგორც ეს დავალებას მათ პატრონების დავალებას შეეფერება, ცდილობენ რომ ჩვენს ქვეყანაში შემოიტანონ სიზულული და ერთ-ერთი ადამიანია ის, რომელიც სიზულის აღვივებს სხვადასხვა ეროვნების ადამიანების მიმართ და ის ჩატეხილობა, რომელიც უნდათ რომ ჩვენს ქვეყანაში deep state-ის წარმომადგენლებს განახორციელონ, ზუსტად ამ ყველაფერს ხელს უწყობს არასამთავრობო ორგანიზაციის სხვადასხვა წარმომადგენელი და სამწუხაროდ არც ერთ საელჩოს არ აქვს პასუხისმგებლობა აქამდე აღებული, რომ მათი დაფინანსებებით ჩვენს ქვეყანაში სიზულის კამპანიები წარმოებს. შეერთებული შტატების და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა დღეს გაიმართება. დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი მოლაპარაკებას ჯერ პირისპირ გამართავენ, დაახლოებით 1 საათში კი მათ ევროპელი ლიდერები შეუერთდებიან. თეთრ სახლში დიდი დღე იქნება. ამდენი ევროპელი ლიდერი ერთდროულად არასოდეს ყოფილა, ჩემთვის დიდი პატივია მათი მიღება, წერს შეერთებული შტატების პრეზიდენტის სოციალურ ქსელში. ვაშინგტონში დღეს ჩავლენ ნატოს გენერალური მდივანი, ასევე გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ფინეთის პირველი პირები და ევროკომისიის პრეზიდენტი. უკვე ვაშინგტონშია უკრაინის ლიდერი. მთავარი საკითხი მის ქვეყანაში ომის დასრულებაა. მთავარი კითხვა კი შემდეგია, რა წინაპირობას გააცნობენ თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკის. ეს შეხვედრა იმართება მას შემდეგ, რაც ალასკაში ტრამპი პუტინს ესაუბრა. ვერ მიიღწევა სამშვიდობო შეთანხმება, თუ ორივე მხარე დათმობაზე არ წავა. ეს ფაქტია. პუტინთან ურთიერთობის გარეშე რუსეთსა და უკრაინას შორის ომს ვერ დაასრულებ. ეს უბრალოდ საღი აზრია. პრეზიდენტ შეეძლო უბრალოდ ეთქვა, ეს ბაიდენის ომია. მას ამის თქმა ნამდვილად შეეძლო, მაგრამ ის მსოფლიოში ერთადერთი ლიდერია, რომელმაც შეძლო პუტინის შეხვედრაზე მიყვანა და სერიოზულ საკითხებზე საუბარი. ყველა, მათ შორის უკრაინელები და ევროპის ყველა ქვეყანა, ებედრება შეერთებულ შტატებს, შეეცადოს დაითანხმოს პუტინის სამშვიდობო შეთანხმებაზე. ისინი ყველანი გვთხოვენ ამის გაკეთებას.
to continue to work on au fond ჩვენ გვინდა მშვიდობა, ძლიერი, ხანგრძლივი მშვიდობა, რომელსაც წინ უძღვის პატიმრების უდანაშაულო ადამიანების დაბრუნება და რომელიც პატივს ცემს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მხოლოდ ერთი სახელმწიფო გვთავაზობს მშვიდობას, რომელიც კაპიტულაცია იქნება. ეს რუსეთია. ევროპელები აუცილებლად უნდა დაესწრონ უკრაინის საკითხზე მომდევნო სამიტებს. სანამ მსოფლიო ლიდერები უკრაინასთან ერთად მსჯელობენ ომის დასრულებაზე, ოკუპანტი თავდასხმებს განაგრძობს. ქალაქ ხარკოვზე რუსეთის მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაიღუპა. დაშავებულია 20. ხარკოვის მერის განცხადებით რუსებმა იერიშის საცხოვრებელ კორპუსზე მიიტანეს, სადაც ხანძარი გაჩნდა. სამუშაო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. 18 აგვისტო ხარკოვში გლოვის დღედ გამოცხადდა. ოკუპანტებმა დაარტყეს ზაპოროჟიესაც, სადაც რუსეთის თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა. ისრაელის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრაციების მთავარი მოთხოვნა ღაზის სექტორში ომის დასრულება და ჰამასის მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლება. BBC-ს მონაცემებით ყველაზე მასშტაბური აქცია თელ-ავივში იყო, სადაც ქუჩებში 100,000-ობით მოქალაქე გამოვიდა. ევროპა კვლავ მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვის. რთული ვითარება ესპანეთში, სადაც სტიქიამ 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ევაკუირებულია 1000-ობით ადამიანი. ქვეყნის სამხრეთით მდებარე ზოგიერთ სოფელში ადგილობრივები სტიქიას მასშველებთან ერთად ებრძვიან. ტყის ხანძრების გააქტიურებასთან დაკავშირებით ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განგაშის მაღალი დონე გამოაცხადა. საქართველოს საელჩო ესპანეთში საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს გამოიჩინონ უკიდურესი სიფრთხილე და მოერიდონ ხანძრების ზონებს. პაკისტანში კი წყალდიდობა. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში სტიქიას ბოლო მონაცემებით 350-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ბუნერის ოლქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სტიქიის ზონაში სამუშაო სამსახურები მუშაობენ. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. პაკისტანის საგანგებო ვითარებათა სააგენტოს ინფორმაციით, რეგიონში ძლიერი წვიმა სექტემბრის დასაწყისამდე გაგრძელდება. და ისევ საქართველოს საოლქო საარჩევნო კომისიები დღეს საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით სულ 9153 ხელმძღვანელი პირი და 15255 წევრი უნდა აირჩიონ. როგორც ინფორმაციაში აღნიშნული, შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ჰქონდათ 11-დან 14 აგვისტოს ჩათვლით განცხადებით მიემართათ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის. ასაკონკურსო დოკუმენტაცია წარედგინათ სპეციალური ელექტრონული პლატფორმის საშუალებით. თბილისის მერი მუხიანის აგარაკებზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო პროექტის ფარგლებში ხვანჭკარის ქუჩაზე სანიაღვრე და წყალანინების ქსელები მოეწყო. ამ ეტაპზე კი ასფალტის საფარის ბოლო ფენას აგებენ, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან $1 ლარამდე იხარჯება. მერის ინფორმაციით გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს შოვის ქუჩაზეც. ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ დავიწყებდით პროექტის განხორციელებას, რომელიც მოგცემდა იმის შესაძლებლობას, რომ გაკეთდებოდა ყველა საჭირო კომუნიკაცია მიწის ქვემოთ არსებული, საგზაო ინფრასტრუქტურა იქნებოდა მოწესრიგებული და პარალელურად, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებდა. ჩვენ დავიწყეთ საკმაოდ დიდი დასახლება, კონკრეტული ქუჩების მოწესრიგება. დღეის მდგომარეობით ახლა სამუშაოები მიმდინარეობს ხვანჭკარის ქუჩაზე, თუმცა უნდა გითხრათ, რომ ნეკრესის, დაისის, ბორითის, ვანის, ვარდის უბნის მეოთხე შესახვევი, ბორჯომის ქუჩა სამუშაოები დამთავრებული არის, საგზაო ინფრასტრუქტურა მოწყობილია. ასევე ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით ვახორციელებთ ძალიან საჭირო და მნიშვნელოვან პროექტს ზედა დასახლებაში. კეთდება ძალიან დიდი სანიაღვრე სისტემა, ხენდება ძალიან დიდი კოლექტორი, რომელიც ბორჯომის ქუჩაზე იქნება დაერთებული. დანის რაიონის გამგეობის მიერ დასრულდა კიდევ ერთი ქუჩის მოწესრიგება მუხიანის აგარაკებზე. ახლა ვიმყოფებით ხვანჭკარას ქუჩაზე, სადაც 4000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ასფალტის საფარი. სამუშაოების ფარგლებში ასევე მოეწყო წყალარინების სისტემა, სანიაღვრე ქსელები. გარდა ამისა, გლანის რაიონის გამგეობამ წელს დაასრულა კიდევ 6 ქუჩა. გარდა ამისა, შოვის ქუჩაზე მიმდინარეობს სამუშაოები და სექტემბრის ბოლოს იქნება სამუშაოები დასრულებული. ჯამურად გამგეობის მიერ წელს დაიხარჯება 4 მილიონი ლარი საგზაო სამუშაოებზე. 2021 წელს დედაქალაქის მერის დაპირება იყო ამ დასახლებაში მაცხოვრებელი ადამიანებისთვის, რომ არც ერთი დღე არ გაჩერდებოდა გამგეობის და მერის კონტრაქტორი და მართლაც ასე იყო. 2021 წლიდან დღემდე არც ერთი დღე არ ყოფილა, რომ კონტრაქტორი კომპანიებს აქ არ ემუშავათ იგივე წყალარინების ქსელზე, სანიაღვრე ქსელებზე, საგზაო სამუშაოებზე, ასევე მიმდინარეობდა სატრანსპორტო საშუალებების დანიშვნა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მაქვს ლაპარაკი. მხოლოდ მიმდინარე წელს 6 ქუჩა დასრულდა და მიმდინარეობს კიდევ ერთი ქუჩის მოწესრიგება.
ჯანდაცვის მინისტრი იმერეთის რეგიონში შინ მოვლის პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პროგრამის ექიმებს და სოციალურ მუშაკებს შეხვდა. ოფიციალური ინფორმაციით განიხილეს შედეგები და პროგრამების განვითარების შესაძლებლობები შინ მოვლის მომსახურებას. გუნდი უზრუნველყოფს, რომელშიც ექიმი, ექთანი, მომვლელი და სოციალური მუშაკი არის ჩართული. ასევე გათვალისწინებულია ტექნიკური და საყოფაცხოვრებო დახმარება. განსაკუთრებულად დასაფასებელია საზოგადოებაში ამ ადამიანების ღვაწლი, რომელიც ყოველდღიურად უშუალოდ არიან მიმწოდებლები იმ სერვისისა, რომელიც გულისხმობს სოციალურად შეჭირვებული ადამიანებისთვის სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილებას. ძალიან ბევრი საინტერესო იდეა ითქვა, ძალიან ბევრი საინტერესო გამოწვევის შესახებ იყო საუბარი და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დაგვეხმარება სამომავლოდ სწორი ნაბიჯების გადადგმაში და სწორი მიმართულებით ამ პროგრამების განვითარებაში. და განსაკუთრებული პატივისცემა დავაფიქსირო იმერეთის რეგიონში მომუშავე ამ თანამშრომლების მიმართ, რომელთა შრომაც ერთის მხრივ რა თქმა უნდა დაფასებას მოითხოვს, მაგრამ იმავდროულად მინდა ვთქვა, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მათ შორის ახლახან მომხდარი სტიქიის პერიოდში პირველები იყვნენ პოლიციელებთან და სამედიცინო პერსონალთან ერთად, რომლებიც უშუალოდ მუშაობდნენ ადამიანების საჭიროებების დაკმაყოფილებაზე. ეს არის ერთ-ერთი იმ პროგრამათაგანი, რომელიც ხელს უწყობს და ემსახურება აღნიშნული საჭიროების მქონე ადამიანების საჭიროებების დაკმაყოფილებას, ოჯახურ გარემოში ზრუნვისში თავაზებას, მათი სამედიცინო, ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით, მათზე მორგებული მომსახურების მოძიებას და შესაბამისად მათ განხორციელებას. ამ პროგრამამ განსაკუთრებით გაამართლა და აქტუალურია მისი საჭიროება, ასე ვთქვათ, რეგიონებში და სოფლებში, სადაც მიგრაცია არის მაღალი, შინ მოვლის საჭიროების მქონე ადამიანები მარტოდ არიან დარჩენილები. ამ დროს სახელმწიფო აფინანსებს შინ მოვლის პროგრამას და კეთდება ძალიან კარგი რამ. სააგენტოს აწარმოეს საქართველოში პროგრამებში ცვლილებები შედის, ოფიციალური განმარტების თანახმად მეწარმეებისთვის მხარდაჭერის შესაძლებლობები ფართოვდება. უნივერსალურ ინდუსტრიულ ნაწილში ცვლილებები შეეხო სესხის და ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსებას და ის 2%-ით გაიზარდა. თანადაფინანსებასთან ერთად ბენეფიციარებს შეუძლიათ ისარგებლონ ახალი საგრანტო კომპონენტებით. ამას გარდა ქალი მეწარმეებისთვის იზრდება გრანტის ოდენობა. ცვლილებებია მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაშიც, რომელსაც ემატება ახალი ეკონომიკური საქმიანობები, მათ შორის კვების პროდუქტების წარმოება, სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების რამდენიმე კატეგორია და სხვა ერთწლიანი კულტურის მოყვანა. განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება მცირე და საშუალო სექტორის განვითარებას, რომელიც თავის მხრივ საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ფუნდამენტს წარმოადგენს. წლების განმავლობაში არაერთი პროგრამა ხორციელდება, ჯამში 3000 პროექტზე მეტი არის მხარდაჭერილი, რაც საინვესტიციო თვალსაზრისით 3 მილიარდ ლარს აღემატება და რა თქმა უნდა სახეზე გვაქვს ის შედეგები, რომელიც გამოარჩევს მცირე და საშუალო სექტორის განვითარებას. ეს არის თითქმის გაოთხმაგებული პროდუქციის გამოშვება, ეს არის 3.5-ჯერ გაზრდილი დამატებითი ღირებულება, ინვესტიციები ფიქსირებულ აქტივებში 2.5-ჯერ გაზრდილი და დაახლოებით 30%-ით გაზრდილი დასაქმება ამ სექტორში. ძალიან პოზიტიური ცვლილებები გვაქვს ჩვენს მეწარმეობის პროგრამებში, გაიზარდა სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების პროცენტის მაჩვენებელი, ანუ თუ აქამდე იყო 3% ერთეული, ახლა იქნება 5% ერთეული და ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდა ბევრი სექტორის დაპრიორიტიზება, ასევე მოხდა cashback-ის პრინციპით გრანტების დამატება, მაგალითად კონკრეტულ შემთხვევებზე, როგორიც არის ეკოლოგიური თვალსაზრისით, თუ დანახარჯები აქვს მეწარმეს ამ ნაწილში და მდგადობის ნაწილში, ამ ნაწილში სახელმწიფო მას 15%-იან cashback-ს უკეთებს, იგივე შეგვიძლია ვთქვათ ციფრულ ტრანსფორმაციაზე, კვლევებზე, ყველა მიმართულებით, რომელსაც მეწარმე განახორციელებს იმისთვის, რომ მისი ბიზნესი განავითაროს. განათლების მინისტრის მოადგილე სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორთან ერთად ანაკლის ბანაკცია სტუმრა ბანაკის სტუდენტების მეოთხე ნაკადს მასპინძლობს შეხვედრაზე სამედიცინო უნივერსიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. ამასთან საუბარი შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა განათლების სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, კვლევითი ინსტიტუტების განვითარების პერსპექტივები და სამედიცინო სფეროში დეფიციტური პროფესიების ხელშეწყობა. წელს ანაკლის ბანაკი ჯამში 3000-მდე ახალგაზრდას მიიღებს.
წარმოდგენილები არიან სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც ახალგაზრდულ პროექტებთან ერთად ჩართული იყვნენ სხვადასხვა შემეცნებით საქმიანობაში, ჰქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ახალგაზრდებთან, ჰქონდათ უამრავი შეკითხვები, მათ შორის განათლების და მეცნიერების განვითარების მიმართულებით და ძალიან გვიხარია, რომ ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა ჩვენი ურთიერთობები. დღეს მოვისმინეთ მათგან შტაბ-ბიძგლებები აი ამ გავლილი 4 დღის და ისედაც ზოგადად ინტერაქციული შეხვედრა გქონდა, ყველა ნებისმიერ საკითხზე შეელოთ საუბარი. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ესეთი აქტიური სტუდენტები ყავს, ძალიან მოხარული ვარ, რომ ისეთ საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც ქვეყნისთვის მართლაც აქტუალური და ძალიან საინტერესოა. ჩაგვიტარეს ინფორმაციული ინტერაქტიული შეხვედრა, რომელიც მოიცავდა კითხვა-პასუხურ რეჟიმს და ჩვენ სტუდენტებმა შესაბამისად დავსვით ჩვენთვის საინტერესო კითხვები, გაგვცეს რა თქმა უნდა მათ კომპეტენციის ფარგლებში პასუხები, იყო ძალიან პროდუქტიული შეხვედრა. კურიერი 3-ზე რეკლამის შემდეგ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ. დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს გიორგი ანწუხელიძეს 41 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურებმა და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის წარმომადგენლებმა ეროვნული გმირის ოჯახის წევრებთან ერთად მის ხსოვნას პატივი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მიაგეს. თანამებრძოლებმა მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს. მეოთხე ქვეითი ბრიგადის 51 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა. გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით უწყებრივი მედლით სამშობლოსთვის თავდადებული. მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება. ეს 18 აგვისტო გიორგის დაბადების დღეა და 41 წელი შეუსრულდებოდა. დღევანდელი დღე ძიმეა, მაგრამ ამავდროულად სასიხარულოა, იმიტომ რომ გიორგის დაბადების დღეა. ანწუხელიძის აკადემიიდან იყვნენ კოჯორიდან და ვაზიანის მეოთხე ბრიგადიდან, სადაც გიორგი მსახურობდა და მადლობა მინდა ყველას გადაუხადო, ვინც მოვიდა დაგვაფასა. მშვიდობას უსურვებ საქართველოს. ჩვენ ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიიდან ვართ, წარმოდგენილები პირად შემადგენლობა, რომლებიც პატივს მივაგებთ ჩვენს ეროვნულ გმირს და ძალზედ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენი ეროვნული გმირების ხსოვნა იყოს უტაყოფილი და ძალზედ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქართველ სამხედროებს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. საქართველოს ეროვნული გმირი გაიხსენეს მის მშობლიურ ქვემო ალვანში, სადაც სამხედროები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და თანასოფლელები შეიკრიბნენ, მათ მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ალავერდის ეპარქიის მღვდელმსახურებმა კი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინეს. ეს არის საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღე და ჩვენ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია, საკრებულო ქვემო ალვანის თანასოფლელებთან ერთად კლასელები იმყოფებიან გიორგი ანწუხელიძის, ყვავილებით შევამკეთ მისი მემორიალი და ასე აღვნიშნეთ დღევანდელი დღე, იმიტომ რომ გიორგი ანწუხელიძე არის ქართული სულის გაუტეხელობის ნიმუში, საქართველოს თავდაცვის უნარიანობის მაგალითი და იმ გმირობის, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. გიორგი მარტო ქვეყნის, მარტო სოფლის კი არა, ქვეყნის გაუტეხელობის და გმირობის სიმბოლო არის. ფოთში მალთაყვის სანაპიროზე აფროსნობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა, მონაწილეობდნენ თბილისის, ფოთის და ბათუმის გუნდები. ჩემპიონატზე ფოთელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს. აფროსნობა ფოთისთვის ტრადიციული სპორტის სახეობაა და ჩვენ ვიხარია, რომ წელს მალთაყვის უნიკალურმა სანაპირომ ამ სანახაობასაც უმასპინძლა, რაც ძალიან ლამაზი იყო, ძალიან მოუხდა ჩვენ სანაპიროს და მომავალში ჩვენ აუცილებლად ძალიან ბევრს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სპორტის ეს სახეობა იქნას განვითარებული ჩვენ ქალაქში და ზოგადად ჩვენთვის წყლის სპორტის სახეობები ძალიან მნიშვნელოვანია და მათი განვითარება პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენი ქალაქის განვითარებასთან, ისტორიასთან, ტრადიციებთან და სამომავლო პერსპექტივით. ეს იყო ერთ-ერთი ძალიან კარგი შეჯიბრი, სადაც მონაწილეობა მიიღო 30-მდე ბავშვმა, ოლიმპიური კლასიდან დაწყებული პატარა ბავშვებით თურთ. დღის ყველა ამბავი ვრცლად შეგიძლიათ ნახოთ რუსთავი ორიჯიზე, მე ამით გემშვიდობებით 6 საათამდე. დროებით.